მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება თემუს unboxing-ი, საკმაოდ ვრცელი ვიდეო გამა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გამოვიწერე, თან დათვალეთ რამდენჯერ ვიტყვი, რომ არ მახსოვს რა გამოვიწერე, მართლა არ მახსოვს რა გამოვიწერე, მართლა არ მახსოვს ეს რა შეიძლება იყოს, დათვალეთ რამდენჯერ ვიტყვი ამ სიტყვებს. და შევეცდები რომ ძალიან სწრაფად გაჩვენოთ ყველაფერი. გვკვდები ინტერესით ეს მოდი ამით დავიწყოთ. მიკროფონს ცოტა ხანს გადავდო მგვერდით. ისთვის მოგამ ხელები გამოვიყენოთ. როგორ არ მინდა რომ რამე ფეიკი შემრჩეს ხელში. მომწადეთ მეგობრებო, ჩვენი პირველი ნივთი არის მარაო. ეს ხაკლდა ჩემს ოჯახს სრული ბედნიერებისთვის. ისედაც ხო ესეთი ვარ და ეხლა ხო მერლინ მონრო. ნახეთ როგორი ლამაზია. ეს გამოვიწერე რომ ჩემი დაბადების დღის ფოტოებში ლამაზად რომ გამოჩნდეს. და მოხდა ჩემო მეგობრებო, ისიც ასე ძალიან მეშნოდა ჩემს ტელეფონში ადგილი ამოიწურა, ამიტომ რენდომ ვშლი ვიდეოებს, იმედი არც ერთი არ დამჭირდება სამომავლო კონტენტისთვის და არ ვიცი, როგორღაც ისე უნდა გავაგრძელო, აი ძალიან სწრაფად. ნახეთ რა საყვარელობა, ძალიან სინაზეა. ვაი. მივხვდი, ეს არის ესეთი საყურე. აი ესე კეთდება, ნახეთ. და პეპელა. ძალიან საყვარელი და მეორე პეპელაც მოყვა. Is so far so good. ყოფილი ვარ ჯერჯერობით. თუ ვიდეოს ხარისხი გავფუჭდა ან ცოტა რაღაცნაირი გახდა, ეს იმიტომ რომ ხარისხს ჩავუწიე. რადგან ფიზიკურად იმდენი ადგილი აღარ მქონდა ტელეფონში და მესენჯერი წავშალე და კიდე ძალიან ბევრი მეწავშალე. მოდით ახლა ეს დიდი პარკი განვყუთოთ. ესე იგი, პირველი ამოგვევიდა ესეთი გულის ფორმის ჩასალაგებლები. პლასმასოვი. ძალიან კარგია სნექების ჩასალაგებლად ჩემი აზრით, ანუ ჩემი დაბადების დღე მოდის და რაღაცები უნდა ჩავალაგო, გავანაწილო ხილი და ასე შემდეგ. Next. ეხლა რასაც გავხსნი, არ გეგონოთ რომ ფატა. არის მეგობრებო, მაგიდის გადასაფარებელი ძალიან პინტერესტული რომ იყოს ჩემი მაგიდა და ძალიან ტრენდული. აი ნახეთ ესეთი მარგალიტები აქვს და ძალიან საყვარელობა მოკლედ. Next გვაქვს ესეთი ბეჭედი. უი, საყურეები უბრალოდ. და ესეთი ბეჭედიც უნდა იკლეთ, ბანტიკებია ძალიან საყვარელი. იდეაში იმ ყელსაბამს მოუხდება, რომელიც გამოვწერე და ხვდებით visions. ახლა კიდევ ერთი დიდი ნივთი. ეს უნდა ავაწყო და წყობილს ან ამ ვიდეოში გაჩვენებთ. მოდით ავაწყობ უცბად და ავაწყობ და გაჩვენებთ. ავაწყვე ესენი, ავაწყვე რა ამიწყო დედიკომ. ესეთი ორი ცალი და ასევე მოყვა სამი ცალი ესეთი. და ეს დაბადების დღისთვის მინდა რომ დავალაგო მოკლედ დეკორაციები თეთრია. კი მადონას სერვის გავს და რაღაც, მაგრამ ან ცოტა ვინტაჟური სპორტში მინდოდა. და მაგიტომ. მოკლედ ძალიან მომწონს, ძალიან კმაყოფილი ვარ. ანუ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მოდით ლოტოს შემთხვევითობის პრინციპით ჩავყოთ ხელი და ამოვიღოთ რა მოხდება შემდეგი. ბოდიში თვალებს. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, ახლა განახებთ. ანუ როგორი დამთხოვა, რო თქვი ლოტოს პრინციპი, ანუ რაღაც თამაში აზარტულობისკენ წავიდა და ეგრევე. აი ეს არის კამათელი, რომელიც გამოიყენება დალევის დროს. No drink, გაგორეთ, bottom up. Drink 2 cups. Drink at will. თუ გინდა ალბათ დალიე. და კიდევ არის sip, ანუ მოწრუპე. No drink. Drink half cup. მე მგონი ყველა ვთქვი. ჰოპ, ეს გაგორებ და ამოგივა შენი ბედი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ესეთი კრეატიული ვარ და ესეთ რაღაცებს ვიწერ. შემდეგი. ესეც დასალევი თამაშია, მას გავხსნი ახლა და განახებთ. ის ესეთი თამაში. გოგონებისთვის, adults-ში. ასწორად. აი ეს არის drink up. და წერია რა შემთხვევაში უნდა დალიოთ, ან რა ვიცი, მოკლედ სხვადასხვა სახაისო რაღაცები წერია, მარტო დალევაზე თუ არ ვწდები, არ არის. ძალიან მიხარია, რომ ესეთი ნაჭერია და არა რაღაც ფურცელი ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ შემიძლია
უკან რაღაც მუყავზე გავაკრა და ესე სწორად იყოს. ამათლები რა თქმა უნდა და ფიგურები, რომელთაც შეგიძლიათ გადაადგილდეთ და ნახოთ სად მოხვდებით და რას გააკეთებთ. ძალიან საინტერესოა. და აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ იმეს გაქვთ აუზიანი კოტეჯი, შეგვიძლია დავბარტერდეთ, იმიტომ რომ 11 ივლისს მაქვს დაბადების დღე და დაახლოებით 8 მაქსიმუმათი გოგონა ვიქნებით, თან გოგონები. და თუ გინდათ რომ თქვენი სივრცე ძალიან ლამაზად წარმოაჩინოთ, თან აუცილებლად უნდა იყოს პატარა სივრცე. ანუ ფიზიკურად დიდი სივრცე არ მჭირდება პატარა სივრცე, მთავარი იყოს აუზი. თუ ვინმეს გაქვთ აუზიანი კოტეჯი, შეგვიძლია დავბარტერდეთ, მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ დეტალებზე, მომწერეთ პირადში. და თქვენს კმაყოფილი იქნებით და მეც კმაყოფილი ვიქნებით ჩემს 8 ადამიანთან ერთად. ღამის 11 საათია, მაგრამ წარმოიდგინეთ, დილით მომივიდა ეს შოკვეთ, ანუ დილით სანამ გავიდოდი სახლიდან და მთელი დღე ვიცოდი, რომ სახლში ვერ მოვიდოდი ღამის 11 საათამდე და მოვედი და უნდა გავყუთო. ფიზიკურად ჯოჯოხეთი გამოვიარე, ისე მაინტერესებდა ყველაფერი. შემდეგი ნივთი. ვიცი ეს რაც არის. მე მგონი ტყუილად გითხარით, არ მეცოდინება თქო, მაგრამ ყველაფერი გამახსენდა. პატარა რაღაც, მე მგონა უფრო პატარა იყო, მაგრამ დიდი აღმოჩნდა. არის სასანთლე და სანთლები. ეს არის მგონი წესით ინდება, თუ ინდება ძალიან კარგი. ტორტში უნდა ჩავარჭო ესე. ანუ თეთრი თემარი, ჩემი დაბადების დღე, კროსფერი დეტალები, ცოტა ვინტაჟური, ცოტა გოგოშკური, ცოტა ყველაფერი ცოტა. ყველაფერი სინაზე, ვინტაჟური და სილამაზე. ანუ სრული სიგიჟე ხდება, მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს, ყველაფერი უნდა გავხსნა, მოდით ეს ვნახოთ რა არის. იმედია არ დავფეილდი რაღაცაზე. არ მინდა რომ რაღაცაზე დავგო, იმიტომ რომ არასდროს მომსვლია ეგ. და ანუ არ ვიცი რამდენად დავგოიმდი თუ არა, ეს მეგონა რომ მყარი იქნებოდა. მაგრამ შეგვიძლია გავამყაროთ, ანუ აქ ჩემი სახელი და გვარი წესით უნდა დაიწეროს, რომ მე ვარ ვარსკვლავი. ეს არის ალბათ ყველას გეცოდება და ყველას გაქვთ. მკვდარი უჯრედები რომ მოშორდეს სხეულს, ნახოთ დავტესტავ და გეტყვით რამდენად ეფექტური იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის მგონია რომ იტყვებიან. ეს არის დისკი, რომელზეც ჩემი სტუმრები ხელს მოაწერენ და მისურვებენ კეთილ სურვილებს. ნახეთ. თავის დასად გამიც მოყვება. ესე დაიდგმევა და აქ მოაწერენ ნინი გესურვებთ და ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან ლამაზი გოგო ხარ და წარმატებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო, another fail გვაქვს. ეს ხომ იცით როგორიც უნდა იყოს. ეგ ეს მეგონა რომ ცოტა სხვანაირი რაღაც იქნებოდა, კარგი თავის ჭიკარტებივით რაღაცებიც კი მოყვა, მაგრამ ანუ მეგონა მყარი იქნებოდა, მაგრამ არის იმის რა ქვია, ქაღალდის. იმედია გავამყარებ რამით. მოკლედ იმდენი რამე უნდა გავამყარო, რომ არ ვიცი, რავი. ჩემ მენტალურ ჯანმრთელობას უნდა მივხვდე ბევრ რიგში. უკვე აღარ ვიცი, მე მგონი აღარ ილევა ეს ნივთები. ამაცა გავიკეთებ ბარემ და განახებთ. ნაკეთდა დაგვანინი. ხდება მყელსაბამს და საყურებს, რომელიც ავიღე. სულ 2 ნივთი დარჩა სავარაუდოდ. ეს არის დაბადების დღეს ქუდი, მოდი ვნახოთ როგორია. საყვარელი რაღაც არის. ნახეთ რა საყვარელი რაღაც არის. აუჩ. უცე როგორ დავიმაგრო. Oh no, მოკლედ ეს თავში უნდა დავიმაგრო ისე რომ არ მომძროეს და წინა წელს გვირგვინი მეკეთა, ახლა ეს მეკეთება. თუ მოვიფიქრებ როგორ დავიმაგრო თავზე. იმიტომ რომ ესე ნამდვილად არ მინდა. ხომ ნახავთ ბოლო ნივთს, სავარაუდოდ. ეს არის ძაღლის კბილის ჯაგრისი, რომელსაც არ გავხსნით, უბრალოდ შეხედეთ, სილიკონის არის ჩამოიცვეთ და როგორც ხდება ხოლმე. ნამდვილად აღარაფერი აღარ არის იმ დიდ ჩემოდანში. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით თითქმის 10-დან 8 კმაყოფილი ვარ, მაგრამ კარგია. მაინც და ჩემი ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ამარაო. და თანაც იყო საჩუქარი, ანუ ამაში არაფერი არ გადავიხადე, რაღაც შეკვეთა გავაკეთე და მაჩუქა. ძალიან საყვარელობა. კიდევ ველოდები წესით ჩემს დაბადების დღემდე უნდა ჩამოვიდეს 11 ივლისამდე და დაგემშვიდობებით, ბაი. ჭკუაზე არ ვარ მოკლედ. ძალიან ფენსია. თან აკროსფერი დეტალებით. კარგად.